ყველას მოგვადგებიან ამ სახელწოდებით გორში სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი შეკრების მიზანს ხელისუფლების რეპრესიული ქმედებების წინააღმდეგ პროტესტი წარმოადგენდა. მათივე ცნობით, რაჟდენ კუპრაშვილის ხელმძღვანელობით ანტიკორუფციულმა ბიურომ წერილები გაუგზავნა როგორც რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე ფიზიკურ პირებსაც და ითხოვს პერსონალურ ინფორმაციას, მათ შორის საბანკო გადარიცხვების ამონაწერებს. შეკრებილები ამ მოთხოვნებს დაშინების მექანიზმად აფასებენ და აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება. დღეს თანამოაზრეებთან ერთად გვინდა რომ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია იმ სერიოზულად აღმავალი პროცესის, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ანტიკორუფციული სააგენტო. ძალიან რთული არის იმ ადამიანებმა, რომლებმაც არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით ათეული წლები გაატარეს ამ საზოგადოების სამსახურში. უამრავ ადამიანს დაეხმარნენ, ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთეს და ეხლა რაღაცნაირად როგორც დამნაშავეებს მოდით ისე ინფორმაციის მოთხოვნა, უზარმაზარი ინფორმაციის მოთხოვნა არის აი ამ წერილებში დაფიქსირებული, რომელსაც დაჭირდება ძალიან დიდი რესურსი. ამ შეზღუდული რესურსების პირობებში ხელისუფლება ეძებს მიზეზებს, ხელისუფლება უпростоრად საბაბს ეძებს დაშინების მცდელობები, რადგან თუ ერთს მიაკითხავს, ორს მიაკითხავს, უკვე მესამეს და დანარჩენს ალბათ იმ იმედით რომ შეეშინდება, იმ იმედით რომ აქციებზე აღარ მოვალთ და გაგვაჩუმებს, გაგვისტუმრებს სახლებში ან საზღვარგარეთ და აი ასე აპირებს ნელ-ნელა შეავიწროვოს წრე ჩვენს გარშემო და მოგვაწყნეხში მოგვაქციოს. თუმცა მას თუ ასეთი მეთოდები აქვს, ჩვენ გულში გვეცინება და ღიადაც დავცინით მის მეთოდებს. და ეს კიდევ ერთი გადმოგდებული, ასე ვთქვათ, ანკესი არის, რაზეც სამწუხაროდ საზოგადოების ნაწილი წამოეგო, მაგრამ მე სულაც არ ვთვლი, რომ ამ ყველაფრის ფონზე უნდა გავჩერდეთ, პირიქით ეს უნდა იყოს ერთგვარი გაკვეთილი და გვასწავლოს თუ რა მხრიდან შეიძლება საერთოდ ჩაახშონ მცდელობა იყოს პროტესტის, გახლიჩონ საზოგადოება, რომელიც აპროტესტებს რუსულ რეჟიმს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ არავის საშუალება, რომ ის გამოხატო ის თავისუფლება, რაც ამ ეტაპზე შემოგჩენია, ესეც როგორღაც გაგვინულონ პირიქით, ახლა უნდა მეტად გავერთიანდეთ და დაუპირისპირდეთ რუსულ რეჟიმს. არავის არ ეგონოს, რომ აქ რაღაცა სახელისუფლებო რგოლის სახით ვიღაცას ვებრძვით. ჩვეულებრივად რუსეთს ვებრძვით, ოღონდ თუ 2008 წელს იყო შეიარაღებული დაპირისპირება, ამ ეტაპზე ეს ჰიბრიდულ რეჟიმში ხდება და ვიძინა ივანიშვილის სახით გვიპირისპირდება რუსეთის ფედერაცია. ჩვეულებრივ მიმდინარეობს ამ ქვეყნის ოკუპაცია და თუ მაშინ დავკარგეთ 20% რეგიონების, ახლა მთლიანად ქვეყნის ოკუპაციის მცდელობას აქვს ადგილი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეგუოთ იმ რეპრესიებს, რაც ხორციელდება ჩვენზე. პირიქით უნდა მოვიკრიბოთ ზალა და ზუსტად არის ახლა ის ეტაპი, რომ არ არის ყურების ჩამოყრის დრო და არც ერთმანეთის ქილიკის და დამუნათების დრო.